ჩვენ ვადარებთ Volkswagen T3-ს, კარგად მომზადებულ ბაიკს სამოგზაუროდ და რა თქმა უნდა, ჩემ Toyota Tacoma-ს. ჩემ მანქანა არის 84 წლიანი. მე თო ვაშლოვანში არ გაფუჭდეს ეს. ესენი არ სვა მე თბილად გძინავთ. Adventure segment-ში ეს არის ანუ 76 Land Cruiser. ესე იგი შემდეგ გამოწვევა რა არის? მე და ცაბამ უნდა გავცვალოთ მანქანები. კარგად! ბიჭო! რა ხელა საჭია? ნახავ რა შეუძლია პირველად ძივა მეროს მანქანაზე. ახალი მანქანა დავითრიე რა. მოგწოს? ამერ და ჰიპი ვარ. კი, მესმის მივდივარ და აღარ დავბრუნდები. ძალიან მომეწონა შენი მანქანა. T3-ით უნდა დიხარ, დააჭირე გას რომ მიხვდე რა არის მანქანა. მიდი დააჭირე, ჩააჭირე. ფეხსაცმელიც მაქვს. დღეს დაიცინებ და დავახვედრებდი დაშლის. ვიცი სადაც ცხოვრობს და თუ რამეა ეკაც მივაკითხავ. აი არხი გამოიწერეთო რომ ყველა იუთუბერი ამბობს, არავინ არ ხსნის რატო არის საჭირო არხის გამოწერა. მაშინ მთლიანად გადმოვიდა მიმავალი მანქანა და გადმოჯდა და მირიან შენ გენაცვალებ და ჩაჯდა და თავარი არის რომ იმოგზაურო რა. იარო და ნახო. ეგ არის თავარი. წიმს სადღაც გაჩერდი ვიღაცა შენაირი მოვიდა ისიც გაჩერდა თავგადასავალი აქვს. ჩემი მანქანაც ერთი მოძრავი თავგადასავალია, იმიტომ რომ სადღაც გაფუჭდა ხალხი მოვიდა ვარა გაიფუჭდა და გეხმარა. შენი მანქანა რომ ამის წლოვანებამდე მოვა, შეიძლება ბამპერის პლასმასი იყოს დარჩენილი მარტო. Toyota-ზე ნოიტყვი მაგას. სალონში ბალახი არის ამოსული და ძრავი მუშაობს ეგ ვიდეო ყველა. ძრავი მუშაობს ხოლმე. ხო ანუ შენთან იგან მუშაობს კაკას. ანუ ჯერ აუნა მუშაობ. შენი მანქანა აქამდე მოვალე თუნდაც მე-18 ჯერ ძრავსია. ვეგარ უნდა გეთქვა შენთვის რაიმე. ხო ეხლა Tacoma მყავდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნებ. ფასოსი არა. მიდი აბა. რა ხდება მე რო ხოთაიქო. ძველი მანქანა უკანა წამყვანი რომელსაც არაფერი არ აქვს, ესეთ ძებზე არ უნდა აწვალო ეხლა. რატო უნდა გავაფუძო? ესე იგი ახალ ეპიზოდს ვიწყებთ და დღეს ამ ვიდეოში ვეცდებით გავიგოთ რომელი ტრანსპორტი არის სამოგზაუროდ კარგი. ანუ ჩვენ ვადარებთ Volkswagen T3-ს, კარგად მომზადებულ ბაიკს სამოგზაუროდ და რა თქმა უნდა ჩემ Toyota Tacoma-ს. რადგანაც სამივე ტრანსპორტი სხვადასხვა სიჩქარით დადის, დანიშნულების ადგილად მოვნიშნეთ შირაქის აეროდრომი. ანუ დილით გამთენიისას აქ ყველამ გადავწყვიტეთ შეხვედრა. პირველი რა თქმა უნდა მე ჩამოვედი, ოღონდ ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი ნიკა, რომელიც ისე ჩაკეტეს მანქანება, რომ ბაიკიც კი ვერ გამოაგორა, ჩარჩა თბილისში და ჩვენსკენ მოემართება. საბოთ სადღაც აქ უნდა იყოს, ისეთი ნისლი არის, რომ ჯერ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო ეპიზოდს ვიწყებთ. ითან ისე რომ გავიგოთ ვის რა პლუსი აქვს, ვის რა მინუსი აქვს
და ასე დავინიშნავთ გაშლის დროს, ანუ გულისხმობ დასაძინებლად მომზადების დრო როგორი იქნება, ვის რა აღჭურვილობა აქვს, ვის რა შესაძლებლობა აქვს და ასე შემდეგ. აი ესე იგი დადგმული რაღაცები არ გვიყვარს. ხო და ცაბომ როგორ ქნა თუ ეს მოსვლა რა თქმა უნდა აქ შევხვდით და ანუ ეხა გადავწყვიტე რომ უთხრა რომ ვითომ დგავთ და როგორ მოვა ნახოთ. ანუ რეალურად შევხვდით რა თქმა უნდა სხვადასხვა დროს ჩამოვით ეხა გველოდება და ნახოთ როგორ ითამაშებს. წავო! ნახოთ როგორი მსახიობია. საბოც მოვიდა. როგორ ახარ ბატონო მირო? აი შედარება იქნება ეხლა დღეს. როგორც იქნა დადგა ეგ დღე როცა შევაჯიბრეთ ვის პლუსი აქვს და ვის მინუსი. კაი, ეს კარგად ითამაშე, აქ წოდ გაჩნდება ის ოსკარი და რაღაც ეხა ნარდად. რა გაკეთებული რომ მეწლიანია, რა ძრავია? ჩემ მანქანა არის 84 წლიანი. და 84 წლიანი. კი. ჩემზე ბებერი არის. მე თო ვაშლოვანში არ გაფუჭდეს ეს მანქანა. არ გაფუჭდება, აქამდე სახანია რა, აქამდე ეხლა ციulis. თლიანად განახლებულია, შეღებილია და შიგნით სალონი თლიანად დაწყობილი არის ხელით. ძრავი რამდენჯერ გაქვს შეცვლილი? ერთხელ. ისაც მხოლოდ იმიტომ რომ ძველი ძრავი ბოლავდა და მე არ მომწონდა რომ ბოლავდა. ანუ ერთი ჩვენი მეგობარი არის, რომელსაც 19ჯერ მე-19 იყო, ხო? მე-18. მე-18. 18ჯერ აქვს ამ მანქანის ძრავი შეცვლილი. ოღონდ 18 ეს ის ციფრი არ არის, პროსტა მოგონილი. ნაღდათ 18. კაი, მერე? დანარჩენია 2 წელია ვაწყობთ, ჯერ გასულა ბოლოში, კიდე არის ასაწყობი. და ესეთი მანქანა არა, ძველი მანქანა რო ყავს, სულ ვაწყობ. სულ რაღაცას უკეთებ და სულ რაღაცას მე გავხსნი მაგას თუ შეიძლება. თქვენ ახალ მანქანებს ხართ მშობლები და სალონი თლიანად ჩემი ხელით არის აწყობილი. აი იდეაში არავისთან არ მისულვარ და ვერც ვერავინ რა აწყობს საქართველოში. ესე არ არსებობს კომპანია რომელიც აგიწყობს. და ყველა ესეთი მანქანა ისეთია რომ შენ თავზე ირგებ რა და შენ რაც გჭირდება იმას აკეთებ. იქ ყველაფერი არის, გაზი, წყალი, საწოლი, გათბობა. იდეაში მაცივარიც იქნება მალე და რავი, საცხოვრებლად ორი ადამიანისთვის იდეალურია რა. აი ნიკაც როგორღაც დააღწია მანქანებს თავი და მოვიდა. რატო აკეთებ მაგას, რატო? ნამდვილი ტაკოვა. არა, უბრალოდ შეცვიდა გზაში. ვაი, ვერასოდეს ვერ ჩაული ამ მანქანას ესე გულგრილად რა. ნუ ეს უკვე კაი ამბავია. მანქანა და პლუს ფერი ამ შემთხვევაში კიდე ჩვენ არ ვსვავთ. ოუф. აი გადმოვიდა და დასალები გაგვდა. ესენი არ სვამე, თბილად გძინავთ. თავზე სახურავი გაგვდა და არ გცივათ, ხო? გინაღულებას. გააგვიშვით, ვინც სვამთ ისინი მაშინ რა.
ხო, ანუ სიცივის პონჩი ერთადერთ თბილად მემძინავს რა, თორე. კარგი, ახლა მასეს თუ გინდა სახში დარჩი და არა, ხო და ნუ სახლია რა მოძრავი და კარავში შენც და ამისაც ეგეთივე კარავია ცივი რა, ხარი გაულის გამოულის. მომზადების აზრი ის არის, რომ ისლანდიისთვის ემზადები და სულ ესეთი ამინდი ეს ალბათ უფრო სითბოარი ვიდრე იქ აგვისტოში იქნება. ამ ისლანდიაში აპირებ, რომ ფეჩში შეყო გაზი. რო გაგიჭირდება ადამიანს, რას არის იზო? ანდერძი დაწეთე. კაი და ესა რა ქვია? მანქანა ჩამოვაყო. ოვნინგში რატო არა? სუფთაჰაერი? ამ ფეცხო გააქვს. მილი აქვს. ანუ გამავალი შემოვალი. კი, ფეჩი როგორც ფეჩი წარმოგიდგენია, ეგეთი ოღონდ შუშის კედლები აქვს. ამ რეალობაში ცეცხლსაც ავანთებ ხოლმე, რომ ახლა ოვნინგში, ან წარმოგიდგენია მანქანის გარშემო სულ ოვნინგი არის. ხო, ის 270 როგორ. თავის კედლები აქვს ჩამოშვებული, იქით დიზელი გარედან შემოდის მილის, რომელიც ხელხარს გაძლევს და ეგ თუ არ მეყო ფეჩი თუ იყო შეშას ანთებ. და აი ესეთი კეცვადი $18 ღირდა მილი არის, რომელიც ამ გაზის ბალონზე ერთდება. ამას ფეჩი შეყოფ ქვემოდან, აქ შესაყოფი მაგდა. აი რაღაც ამ დიამეტრიდან ამოდის ცეცხლი, რომელიც საბოლოო ჯამში კარგ სითბოს გაძლევს და მთელი ღამე შეგიძლია გენთოს და სითბო გაქვს რა. და მე მგონია რომ ან მანქანას რო ოვნინგი აქვს გარშემო შემოკრული. ის კარავზეც მოახდენს ზეგავლენას. ეს ოვნინგი თუ რაღაცით გაათბე, ანუ ამის თავზე კარავი რო დგას, რაღაც დონეზე ისაც იმას იზავს. პლუს მაგ ელექტროლეიბები და ნუ თუ ძალიან გამიჭირდა ამ დიზელის გამაცხელებელ ხარჯს პირდაპირ კარავში გავთხრიდე. ანუ პრინციპი ის ქონდა რომ უბრალოდ სახლი ვერ წაიღე ისლანდიაში და შეიქმენი ანუ ეგ გასდი კემპერობას და რაღაცა იმას ხო რა ქვია overlanding-ს. აუ ეხა მითხარი შენ მოტოზე ამბები. მე adventure-ს ვეძახი, მაგრამ არ არის ხო აშკარად? კი, adventure-ია. აი ზუსტადაც რომ adventure-ია. ლამაზია. რავი, აი რა გაინტერესებს მითხარი? და მე დაუსრულებლად შემიძლია მაგაზე ჩვენ არ ვიცით არაფერი. adventure segment-ში ეს არის ანუ 76 Land Cruiser-ი. ხო. გეუბნებათ რამეს? აი ეს მოტოციკლია. თან ეს თავის სამყაროში. აფრიკატვინი ხო დიდი ხანია გამოდის. კი. ძალიან დიდი ხანი. კი. ანუ 76-ს ვადარებ გამძლე ამბავია. გამძლე მარტივი სიხისტე? არა, სიხისტეში არა. ახალი 76 არ გინახავს შენ, თორე სიხისტეს არ ახსენებდი. ახალის და ძველისა კატასტროფა. ნუ ეხა ტაკომას მერე ამერიკულ ბაზარს და იაპონურ ბაზარს ნუ შევადარებთ. ანუ აქ პრაქტიკულობა და ფუფუნება. აი მაგ პრინციპით უყურებ. აი მე მაინტერესებს ხო საბოს პლუსი არის რომ მე მგონია თვითონაც ისაუბრებს ამაზე რომ ძალიან მარტივად აქვს რა გადაშლის და იძინებს გადმოშლის ადგება წავა. მე უფრო რთულად მაქვს რაღაცები, მაგრამ ნუ ჩემ პლუსი ისაა რომ საბოსადაც ვერ მიდის, მე მივდივარ. და აი მოტოზე არასდროს არ მქონია ეგ ამბავი რომ მე ფიქრა მოტოთი მოგზაურობა. აი ახლა მინდა როგორი რაღაცები იცი რომ აი რამდენად იქნება მოუნდეს. იქნება მომინდეს. აი ჩათვალე რომ კარგი. მე მანდომო ეგ ეს მოწამლითი ის გინდა რა. ჩათვალე რომ კერავ რომ მოტოთი იმოგზაუროს. მოკლედ გამოწვევებია რა. იცი რა? აი ჩემ შემთხვევაში ხო ეხა მარტივად გეტყვით ან ტაკომას ყავს და მინივენიც რეალურად და ანუ ორივეს ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყენებ და ანუ მაგის პრობლემა არ მაქვს და არ შევადარებ, მაგრამ რაღაც გარკვეულ ასაკში აღმოვაჩინე ბავშვობიდან მოტოციკლებთან შეხება და ანუ განსხვავებულ სტილზე ამისგან ანუ ამას ფაქტიურად ბოლო რამოდენიმე წელია ვეზიარე რეალურად რა adventure segments და რაღაცა ესე ნახევრად off-road ტიპის მოტოციკლებს რა. მანამდე უფრო კლასიკური და ძველი ტექნიკით დავდიოდი ხოლმე და ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს. პირველ რიგში რაღაცა იმ ზღურს უნდა გადააფიჯო, რომელსაც შენი კომფორტი ზონა ქვია. და იგებო ის რაც ანუ აი რეალური აღქმა გაქვს სამყაროსი და არა მანქანიდან დანახული. უფრო შეხება. ხო. და პლუს მაგას კიდე ნუ თავისუფლების შეგრძნება და რაღაცა მაგაზეს რაღაც სტანდარტული ფრაზები არ ვიხმაროთ და კომფორტი აღმოვაჩინე იმაში რომ თურმე რბილად როზი ხარ და ანუ თბილად ხარ მაგაში არ არის მხოლოდ რა ანუ კომფორტი იმაშიც არის სადაც გინდა მიდიხარ და სადაც გინდა მიდიხარ შეიგულისხმება აი იმაზე მეტი ვიდრე შენ მანქანა შეუულია ცოტა იმაზე მეტი რა შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ცოტათი მეტი. და პლუს მაგას კიდე საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე გგონია.
ზოგადად უგზაობაზე თუ ყველგან. ჯამში. ყველგან. მოტოციკლსა და მანქანას შორის აი ეს ერთი დიდი განსხვავებაა რა. ყოველ ახლა ბევრი შემედავება მაგ საკითხში, მაგრამ ჩემი გადმოსახედით. ყოველ დილას გამოდიხარ, არ იცი რა იქნება. აი აზრზე არა. თოვლი იქნება, ხო, ხარი იქნება. ანუ ვერც ამინდით დაგეგმა ვერაფერს და ვერც იმას განსაზღვრავ, რომ დღის დასაწყისი როგორც დაიწყო, ისე კარგად დამთავრდება. აქ ბევრად მეტი საფრთხეა, ბევრად მეტი პრობლემაა, ბევრად მეტი ყურადღება საჭირო და მოითხოვს შენგანაც, არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ტარების კუთხითაც და ექსტრიმია რა მაინც საბოლოო ჯამში რა. და ყოველდღე რაღაცა სწავლობ. რამდენად საშიშია. ძალიან საშიშია. და აი რამდენადაც საშიშია, იმდენად მომხიბლავია. ხო და ანუ იცი რა მაინტერესებს, საშიშია ამ რაღაცა დამატებების გამო თუ ზოგადად როგორც მოტო არის ისე არის. არა, როგორც მოტო ისე არის საშიში. ეს დამატებები უბრალოდ შენი კომფორტული მომენტია. ან რაღაცა იმას არ გაძლევს. არა. აბსოლუტურად არაფერი. რაღაც სირთულეებს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, წონის გადანაწილება და ეგეთი რაღაცები. ყველაზე ისეთი კითხვა რა. ეხა ჩემ ტაკომაში კუნგი გამოვწერე, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვატევ. ანუ მეგონა რომ პიკაპი მყავდა და საერთოდ ვერაფერს ვერ ვატევ და ეს დიდი სივრცე ზემოდან დამჭირდა. აქ ამებში რასაც. ხო, ეგ ცოტა სირთულეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ანალოგიურად ეხა მეც იგივე ტაკომაში აი ისეთი გემრიელი ისა მაგ რა ქვია საძილეტო მარა რომ აი საბანი არა მაგ მომეცახი ეგეთი და ეგები და რაღაც. აქ ცოტა წონას ეთამაშები რა სისტემატურად რაღაც 850 გრამიან იმას არ ყიდულობ და ყიდულობ 800-იანს. იმიტომ რომ აი მაქსიმალურად კომპაქტურობა, პრაქტიკულობა და თან ხარისხიც დაიცვა რა. როგორც ლაშქრობაში რა, ჩანთა. კი, ჩანთაში თუ ატარებ იმ 6 დღიანი ლაშქრობის ნივთებს, ანალოგიურია აქ. დიდი ჩანთა გაქვს, უფრო მეტი ნივთი მიგაქვს. კი. დიდი მანქანა ყავს ბევრი ნივთი მიგაქვს. ხო, ანუ ალბათ 3 წლის თავზე ხვდები რომ ყველა ნივთს სუტყვილა დაათრევ. მაგრამ საკამარისია დატოვა მაშინ გჭირდება ზუსტად. აი საკამარისია ერთი დღე. აი ეს რა აი ამდენი ხანი არ გამომიყენებია და გადააგდებ და აი ზუსტად იმ დღეს დაგჭირდება. აი გარი აი მაგის გამოცდილება გვაქვს. დავიფიცები. აი ტაკომაც ყავს. ძალიან ბევრი მოტოც ყავს. ერთი გავიგე რომ ოდნავ იმაზე მეტ შორს ახვალ ვიდრე ტაკომა. კიდე რა პლუსია სიჩქარე ჩემი აზრით. ნუ ეხა სიჩქარეს მე ჩემ გადმოსახედით არ ჩავთვლიდი, იმიტომ რომ მე არ ვარ სიჩქარის მოყვარული. არა, სიჩქარეს იმას არ გულისხმობ, რომ თქვა ეხა ძალიან ჩქარა მიდიხარ მანქანა. ნუ უბრალოდ რაღაც დროში იგებ რა. ხო, რაღაც უფრო სწრაფად გაივლის რაღაც. ქალაქში უფრო მარტივად გადავადგილდები, ვიდრე ანუ სრულფასოვანი მანქანა. რაც არ უნდა მოგზაურობა იყოს ეგრე დაგეგმილი, ქალაქი მაინც ყოველთვის. ეკონომიურობის კუთხითაც, ცი, ანუ იგივე წვა, საწვავი რა. ეხა ჩვენ ანუ ეს კონკრეტული ხარშილობა არ დაიჯერო, მაგრამ 5 ლიტრი. დავიჯერე. და პარკინგის პრობლემა არ გაქვს. პარკინგის ეგ პატარა არ არის თან. ეგ ცოტას არ ნიშნავს. თან ეხა მე ჩემი გადმოსახედით გეუბნებით საქართველოს მომენტს და უცხოეთში ეგეც ფუფუნების საგანია პარკინგის ძებნა. და მოტოციკლეტი ბევრად ეს არის რა. flexible. და დამღლელი არ არის? აი ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს. მანქანაზე ჯდომა დამღლელი არ არის? ნუ არის, მაგრამ აი სულ ესე ჯდომა არ არის დამღლელი. ანუ ესე? არა, ის იგივეა. ხომე რა. ჩვევა, არაფერი მეტი. შენთვის, რა თქმა უნდა, პირველი დაждომისთვის დასაჯდომა და ასე ვთქვა და პირველი ტრიპი საკმაოდ დამღლელი იქნება, მაგრამ მე უკვე ანუ ჩვევაა რა. აი, ეხა წავიდეთ. აქეთ მიმართულებაზე მოტოციკლის შესვლა შეიძლება, უკვე ვიცით ეგ ამბავი და წავიდეთ ტახტითებისკენ. დაჯვანაში. და დალიზე დავჭით. დალიზე დავჭით.
ესე იგი შემდეგ გამოწვევა რა არის? მე და ცაბამ უნდა გავცვალოთ მანქანები. მე ვждები T3-ზე, ცაბო ვждება ტაკომაზე. ესე ვინერვიულე ბოლოს ეროვნულ გამოცდებზე. და რაღაცები უნდა მასწავლოს. ის მუსიკა გათიშეკთხავ, თორე YouTube-ი დაგბლოკავს. კიდე ერთი პლუსი მოტოციკლის. ვერავინ ვერ გაგიცვლის ტრანსპორტს. ესე იგი, უყურე პირველი სიჩქარე ამ მანქანას აქვს, როგორც სპორტულ მანქანას, აი ეს ქვემოთ ჩამოწევ ქვემოთ? და პირველი აქ არის. ხო. და მეორე. მეტი არ დაგჭირდება შენ ამ გზაზე ხა. პირველი და მეორე. გავიგე. всё. თუ კიდე პირველი თი არის. სულ. ხო, ან ცოტა ხანი რა, ნახოთ როგორ იქნება. მე არ ვაპირებ ამ მანქანაში დიდი ხანი გაჩერებას და. მინდა გაჩერება. კაი. მე მაგალითად აბა, შეკვეთებას დაუდებ. ათასობს გასაღებში უსვით თუ თუ რა. მეზიანო ჭეშმარიტებას ან რაღაც ეგეთი. შეგიძლია ახლოს მიიწიო. სიტენია ელექტროა. ბიჭო, ბუხანკა ვატარე, ბუხანკა. ბუხანკა და ეს რადიკალურად გასწავლებული მანქანაა. რაღაცა ცუდი. შენ მარტო იმიტომ რომ ამას ელექტრო სავარძლებია. ეს არ არის და ის. კაი, პირველიც და ქვევით ნახე რა წერია, ყვითლად. აი ის ნახე. ამწეულია, ცაცი. всё. ნენელა აუში, ნენელა. მართლა ყველაფერის როგორ არ ლაგალება. რა უცნაური გაზი აქვს? აბა, კარგად. ბიჭო, რამ ხელასაჭი აქვს შეხედე? ჰელო. არა, სხვანაირი მუღამი აქვს საერთოდ. რაღაცა მგონია ფილმის იმაში ვარ, რა ქვია. სიუჟეტში. დიდი საჭე რაღაცა მგონია რომ ჰიპი ვარ. მე ციგენი განსამახო. უკან ნახე რა სახლები და ამბები ვარ. ავედით ახლა მირიანას მანქანა გავტესტობთ. იმას რა გითხრა, ნერვიულობ, მაგრამ ჩემ მანქანაზე რომ დაჯდა, ვნახავ რა შეუძლია. პირველად ზივარ მიროს მანქანაზე. ჯერს ამძარვა. რა თქმა უნდა, ახალი მანქანაა და გაცილებით ჩუმად და რბილად დადის, მაგრამ ჩემ მანქანას აქ რაღაც პლუსები ახლა მაინც. ძველია, კარგია, რაღაცა ატმოსფერო იგრძნობა. ეს უბრალოდ კარგად დადის ეს მანქანა. მაგრამ კარგი, ლამაზი მანქანა არის. რაც თავარია უგზოობაზე ჩუმია, ჩემ მანქანისგან განსხვავებით. რომელიც ძალიან ელად დადის ამ გზაზე და ვცდილობ რომ არ გავაფუჭო. ამ მანქანაში მაგის შიში არა გაქვს რომ რაღაც გაგიფუჭდება რა. ეხლა ცოტა ნერვიულობ, მიგიანას რომ მიყავს მანქანა. მიროს მიჩვეულია ახალ მანქანებს და ვენტილატორი რა თავისით ერთვება. ამ წყლის გაგრილება, ჩემ მანქანაზე ხელზე არის ეგ ყველაფერი და დარწმუნებული ვერ მიხვდება რომ ხელი თუ და ჩართოს, იმიტომ რომ არ იცი საიდან ერთვება. აქედან გამომდინარე, ერთი სული მაქვს დავეციო და უთხრა რომ მირო ჩართე წყლის გაგრილება, თორე წყალი აატუღებს. აბა მეორე. აბა მეორე. საერთია. აბა მუხრუჭი ვნახოთ. ოპა, ცოტა საშიში არის ხო? ანუ თავისი განწყობა აქვს ეხლა რა თქმა უნდა კაცო. და დარწმუნებული ვარ აი ამას რომ მიაყენებ მე და აქ დარჩები უკან. ეგ კიდე თავისი ის იქნება რა, ხიბლი ექნება, მაგრამ რო გითხრა რომ ჩემთვის არის მეთქი, მოგატყუებ. თად არის მირიანა ხა შენი შვილი? იმედია შეძლო დაქოქვა. გასაღები ხო არ გამომყვა. მე მომწა, ძალიან მესაყვარლებ ახლა. ძალიან საინტერესო მანქანა არის. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი. სიმართლე გითხრათ. ახალი მანქანა დავითრიე რა. მოგწონს? ამერიდან ჰიპი ვარ. ფერადი. და ვაშლავაში წამოვედი. გადაყირავების შიში რატო მაგას ვერ მივხვდი. მეორე უნდა ვეყოფა მგონი. დავიღალე ამ მანქანით. საბო გესმის შემი?
კი, მესმის მივდივარ და აღარ დავბრუნდები, ძალიან მომეწონა შენი მანქანა. ბიჭო, ტესამივით ნუ დადიხარ, დააჭირე გას რომ მიხვდე რა არის მანქანა. მიდი დააჭირე, ჩააჭირე. არა, კარგად ჩქარდება აშკარად, მაგრამ მაინც უფრთხილდები მე მანქანები მიყვარს, გაიგე? ბიჭო, აჩქარებაზე კი არ გეუბნები, ანუ 200 წადი მეტ კი არა. ანუ უგზაობას ცოტა ისე გადაიარი, აი შეთა რომ გაჩერდებოდი, მაგრამ ეხლა მანდ არ გაჩერდე და კიდე კარგად არ არის დაშვებული საბურავი, მაგრამ მიხვდები რა არის კარგი დაკიდება. კარგი მანქანა მართლაც კარგი ყოფილა. აუცილებლად იქნება თანამედროვე ჯიპის overlander-ი, მაგრამ ვირიანს გული უნდა დავწყვიტო და ჩემ მანქანას ვერ შეველევი ვერასდროს, იმიტომ რომ ჩემი პირველი მანქანაა. ჩემი ხელით ავაწყე. და ერთ-ერთი ჯიპის ანაცვლოდ ვერ დავთმობ, მაგრამ ვპირდები, რომ მსგავსი პიკაპი აუცილებლად იქნება ჩემს მანქანების კოლექციაში, თუ ოდესმე ამ კოლექციის შეგროვებას დავიწყებ. იმიტომ რომ მეც ძალიან მომწონს უგზაობაზე სიარული და მით უმეტეს ისეთ ადგილებში სიარული, სადაც მე და მირო დავდივართ ხოლმე. აქედან გამომდინარე ამ მანქანას დაკიდება დიდი სიამოვნებით გადავიყენებდი ჩემ მანქანაზე. უბრალოდ არ დაყენდება, თორე რამენაირად მოხსნიდი ყველაფერს. ხელსაწყოებიც მაქვს, დღეს უ დაიცინებ და დავახვედრებდი დაშლის. არა, ამას ვიცი ახლა ვიდეოში მაინც არ ჩასვლის. არა, ვიცი სადაც ცხოვრობს და თუ რამეა იქაც მივაკითხავ. უბრალოდ არ დაყენდება სამწუხაროდ არც ეს საბურავები და არც ეს დაკიდება. ისე გრჩებოდა. ხო, არა, უხახულად ვიჯექი. ხო. ლიოს ეს წვრილი საჭე. ეს კიდე ცალკე. ეგ როგორი მომენტი იყო, იცი? ის გეგონა ჰიპი მეგონა თავი. ხო. თან ახლა სად შენი გიდრაულიკური სადა სად ეს ანუ ინფორმატიული არ არის ეს. ანუ ერთი ბრუნი სხვაგან არის საბურავი. საბურავს არც უფიქრია მოხდება კიდე. ზუსტად, აი, ერთ ბრუნზე არაფერი არის. აუ, საბო, როგორ გიხდება მართლა, შენ თავს ვიცავარ, აი, სათვალით რომ მოვარდი, ისე გიხდებოდა. ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის ტესამს რაც აქვს არის ის რომ აი არის ძალიან ძლიერი უამინდობა რა ძალიან ხშირად აგვაქვს რო თქვა ან ნისლი ან წვიმარი ან სიცივი ან რა ბევრი რაღაცა და შენ მაინც ასე თუ ისე კარავში გიწევს ძილი იქ ოუნინგი უნდა გადმოშალო იქ ბევრი რაღაც ქმედება გიწევს რომ მინიმალური ეს რაღაცა კომფორტი შეიქმნა და ტესამში უბრალოდ კარებს მიიხურავ და უკან გადახვალ და ეს ყველაფერი მზადა გათბობას ჩართავ და ფაქტურად ერთი პატარა ოთახი გაქვს.
ხო და ეგ კარგზე ჩვენაც გვჭირდა ეგ არასდროს კი, ნამდვილად. შუაღამის რო ხო და ეგ ჩემი აზრით იმდენად დიდი პლუსია რომ აი ხა მე პირადად ვერ ვიყოლიებ, იმიტომ რომ ამ ტაკომასაც საქმეში აი ხა რასაც ვაკეთებ რომ თქვენთვის ეპიზოდს ვამზადებთ, ამაში ვიყენებ და ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი არის რომ ბევრად ადრე მივიდე, ვიდრე თქვათ, ნუ ეგ პლუსი მქონდეს. მაგრამ ანუ ვისაც უბრალოდ დასვენება უნდა, ვისაც უბრალოდ მოგზაურობა უნდა და არა მაინდა-მაინც საქმეში გამოყენება, მისთვის პრინციპში კარგი არის რა. უფრო ევროპული მოგზაურობებისთვის, სადაც გზარი კარგად მოწესრიგებული. კლედ ტესტი კარგად მიდის. თქვენ ამასობაში არხი გამოიწერეთ. აი არხი გამოიწერეთ, რომ ყველა იუთუბერი ამბობს, არავინ არ ხსნის, რატო არის საჭირო არხის გამოწერა. ანუ აი რა არის. ისედაც თქვენ ისედაც ხედავთ ამ კადრებს, ამ ვიდეოებს და რა საჭირო არის თქვათ გამოწერა. თელი მთავარი, რასაც ყველა არ ამბობს, მთავარი მუღამი ის არის, რომ ანუ რაცა ბევრი გამომწერი ხავს, ბევრი კომპანია ინტერესდება შენთან თანამშრომლობით და ეს შესაძლებლობები გაქვს უფრო მეტი. ანუ რო გაქვს დიდი გეგმა და რო უნდა განახოთ თქვენ კარგი ეპიზოდი, მაგაში ვიღაცები დახმარება ყოველთვის გვჭირდება და რაც უფრო დიდი გეგმა, მით უფრო დიდი დახმარება გვჭირდება და კომპანიები პირდაპირ ყურადღებას აქცევენ, რამდენი გამომწერი ხავს. ხო და აი თუ მეორედ მაინც უყურებთ ამ ეპიზოდს, ესე იგი რაღაცა მოგწონს. ხო და აი ქვემოთ არის და ნუ დაიზარებ და დააჭირე და უფრო მარტივად შევძლებ, მე არ ვაპირებ მინიმუმ ისლანდიამდე ამ ამბების შეწყვეტას. მაგრამ მინიმუმ ისლანდიაში ძალიან მომეხმარება ეგ ამბები, რომ შენ აი ეს არ დაიზარო და ერთი გამოწერა და გამოხმაურება გააკეთა. ასე რომ და გამოიწერეთ არხი აუცილებლად. მაგრამ ამავე დროს მადლობა გადაუხადოთ მოდი ყველა იმ ადამიანს ქუჩაში რო ხვდებიან და რო გგონია რომ რეალური ადამიანები ხანდახან ხო თან დაუჯერებელია რომ გიყურებენ YouTube სივრცეში განსაკუთრებით და ამ დროს რო ხვდებიან სადღაც ჩვეულებრივ ადგილებში და გცნობენ რაღაცნაირი ისეთია თან რო აფასებენ იმას რასაც აკეთებ, იმიტომ რომ რეალურად ყველა ცნობიერებს ჩემი აზრით რამდენად რთულია ამ ყველაფრის კეთება. ერთდროულად უნდა აკეთო, ყველაფერი მირიანი განსაკუთრებით საღამოს ისეთ დაღლილია. ეხლა განსაკუთრებით რაც MasterChef-ობას შეითავსა, მესამე საქმე გამოუჩნდა და მანქანის მართვა, ამის გარდა გადაღება პარალელურ რეჟიმში, ასევე ეს კულინარიული ჩართვები, რუბრიკები ეპიზოდებში. ძალიან რთული არის რა. ძალიან რთული და ძალიან შრომატევადია, მაგრამ ძალიან კარგია რომ აფასებ. ხოდა ძალიან დიდი მადლობა, მეც კი პირადად ვგრძნობ, რომ ხალხი ცნობს. კი, ძალიან ისეთი მომენტი არის ხოლმე, ბევრს მე თვითონ ვერ ვცნობ, მაგრამ მუდმივად აი თან ძალიან მიკვის ხოლმე, ხა ძალიან ბევრი მაყურებელი არ მყავს და ძალიან ხშირად დღეში რამდენიმეჯერ გზაზე მხვდებიან და რაღაც დალაიქება და აი ერთი ადამიანი შემხვდა ქუჩაში, თლიანად გადმოვიდა მიმავალი მანქანა და გადმოჯდა და მირიან შენ გენაცვალებ და ჩაჯდა და ანუ არ ვიცი, ეს მართლა დიდი მუხტი არის. კომენტარებზეც ძალიან დიდი მადლობა. ისეთ კომენტარებს ხვდები ხოლმე, რომ რაღაცა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგ ამბები, რომ ესე იგი რაღაცას კარგად ვაკეთებთ. ხო და მადლობა თქვენ, მადლობა იმას, ვინც უკვე გამოგვიწერა. მართლა არ ვაპირებთ, რომ ვიღაცები დავაღალატოთ, მართლა არ ვაპირებთ არასწორი რამის კეთებას, ამიტომ ეს პირდაპირ რაღაცებზე ვისაუბრო. მაგრამ ზუსტად მაგაში გვჭირდება თქვენი გამოწერები, რომ არ ვაკეთოთ რაღაცა ისეთი რა, რაც მე პირადად არ მომწონს. გავაგრძელებთ, ეხლა დიდი გეგმები გვაქვს. აღჭურვილობა ეხლა ამ ეპიზოდში გავაჟღერეთ პირველად, რომ განახლებას ვაპირებ, უკვე ჩინეთში შეკვეთილი გვაქვს. ჩამოვა და უფრო მზად ვიქნებით, რომ სიცივეში წავიდეთ. მე რამდენი კაციანი გუნდი მუშაობს შენს პროდუქშენზე. ერთკაციანი. მარტო კაცი ვარ გადაგე. მარტო კაცი. I came to Philadelphia with a rod in my hand. I sure am no saint, I am
no righteous man. I don't miss the კარგი cold, საბანაკი ძებნაში miss the sand. და ალბათ ბევრი უზაში. ნახე პირადად. And I know that ეს კაი ადგილია, მაგრამ ვერ დავეცე. I am no righteous man. They all like to treat me like a wanted man. ის ამბები საბო კურდღეს Just to spit in my ეჭიდავება, აქეთ ბოსტნეული მიდის, ბანაკი დაიცა, from the cold. აქეთ ცეცხლი. They tolerate it, but my body's getting old. And I tell you, I am no righteous არა. შეიძლება მასტერ-კლასი გავგვიტარო რა. მეორე ეტაპი საკვების მომზადების არის ამ რაღაც ჩინურ ტაფაზე, ეგრეთ წოდებულ ოკზე, რომელიც უნდა მოვამზადოთ კურდღელი. მე მეზარება და ბატონი დათო დაიწყებს მეუხვე მძღვანელებ. მიდი, ბატონო მირო. ცხიმი გამოვუშვით ბევრი თუ ცოტა? საკმარისად. ეგ ძალიან დიდია საბო. დაუშვ. თორემ ორ ნაწილად დაპირო. არა, არ ეყოფა ეგ ცოტა დაუშვ. ტომატში უნდა გახდეს რა. ვი როგორი არეთ? ვი როგორი არეთ რა გამოცდილება? კაი იყო. აგი იყო. არა, ჩემთვის კაი იყო. არა მივხვდი რომ ჩემ მანქანას უგზაობა არ უყვარს. იმიტომ რომ ზედმეტად რა კარუკობს. არა, ნუ შენი მანქანა არ არის შეკრილი გზობის. ხო. ჩემ მანქანა არის ტრასის მანქანა. მაგ მოცემულობით კიდე კარგად ართმევს თავს. ამას აქში. ხო, ბებერია რაქნას. დღეს მე ვიფიქრე შენს კითხვაზე სხვათა შორის. ანუ რა უპირატესობა აქვს მოტოციკლს მანქანასთან და სხვა ალტერნატიულ ტრანსპორტთან. ფიზიკურად აქტიური ხარ მოტოციკლზე. ხო, მუდმივად და ვარჯიშობ. ნაკლებად ბერდები რა. ანუ რაღაც ეს მოდუნებული ტიპი არა ხარ მანქანაში მდორე დროზე ხარ და არაფერს არ აკეთებ. შორი ჩემ მანქანაშიც მაგალითად ფიზიკურად აქტიური ხარ რა. იმიტომ რომ სტრესის მოხსნელია. ჰიდრავლიკა არ აქვს. კაი, შენ რა იპოვე შენს ტაკომაში, ისეთი რაც აქამდე არ იცოდი. შენს ნაკებ ტაკომაში, აბა. შენს გითხარი რაღაც. ახალი ვერაფერი. ამასთან ვიპოვე, რატო არა, რომ რაღაცა შანსი უნდა მიცეს, სხვა რაღაცა ცადო, რომ მე მიხვდე რა მანქანა ყავს. საბო, გული წდება იქ რაღაც ზავაცუდები რო აილაპარაკე GoPro-ში. მე მაინტერესებს თუ ესეთი კარგი მანქანა ყავს, რატო ვერ ჩაატია თავის მანქანაში შეშა და საჭმელი? ხო იცი. არა, ხა მეცი რა არის, ხა ცოტა ისეთი რაღაცაა. იმიტომ რომ არასწორი განაწილება გეუბნები. ყველას აქვს პლუსი და ყველას აქვს მინუსი. ნუ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ასე პირნათლად არის ის, რომ გააწვიმს გათოვს და არავი მოტოციკლეთთან არის და არა მოტოციკლეთზე. თავარი ამბავი მაინც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანა ყავს, საერთოდ თუ არა ტრანსპორტი ვაფშე. თავარი არის, რომ იმოგზაურო რა, იარო და ნახო. ეგ არის თავარი. შეიძლება მეტი. დანარჩენი რითი მოგზაურობ? როგორ ახარ, აგერ მე და მირიანს უარ ყავდა მანქანები და ფეხი დავდიოდი და შედიოდ მოგზაურობ. კი.
ფული ვაფშე არ ქონდა და თბილისის გარშემო დავდიოდი და ძალიან იგავიცანი სხვათა შორის. მე თავად შემიძლია ვაღიარო, ჩემ მანქანაში რეები იყო შეცდომა. რეები არის და რეების გამოსწორებას ვცდილობ. ანუ რა გამოცდილებაც მე გამიზიარეს, ეს გამოცდილება გამოცდილი ხალხი იყო, მაგრამ არ გავამადგა. არ გავამადგა, იმიტომ რომ სხვა კუთხით. სხვა კუთხით იყო რა, ეს ხალხი იყო რა, აი თავად მიდიან 2-3 დღე შეიძლება ერთად გზზე გაჩერდნენ და მე თურმე აღმოჩნდა რომ საერთოდ სხვა საჭიროებები მაქვს. აი ამ დროს რომ მოვდა დავბანაგდები, დილით ადრე უნდა ავდგე და წავიდე. ეგ პრობლემა მაქვს და სისწრაფეზე ვარ თურმე ორიენტირებული უნდა ვიყო, ვიდრე იმაზე რომ რაღაცა სხვათა შორის ჩემი მანქანის ერთ-ერთი პლუსი ეგ არის რა. შეცდომა იყო სამზარეულოს ნიჟა რა, რომელიც თელი ზაფხული ისე გავიდა რომ ერთხელ არ გამომიშლია. რომელიც მე ყველაზე ძალიან მომწონს შენ მანქანაში. ხო, მაგრამ მე არ გამომიშლია და ერთხელაც არ ჩამირთავს. შეცდომა იყო აი ამ სტილისთან კუნგის კუნგი აქვს ხო იმის გარეშე აწყობა, იმიტომ რომ სივრცე საერთოდ არ მაქვს და შეცდომა იყო ეს კარავი. ნუ ეს კარავი შეცდომა არა კარგია, მაგრამ სწრაფი არა და ჩემთვის არასაშენოა. ხო. ამიტომ ეს ყველაფერი პირობას გაძლევთ ახალ წლამდე, მაქსიმუმ პირველ ნახევარში ახალ წლის, კი არა დეკემბრის, იანვრის აღარ იქნება და შეიცვლება. უკვე ამ წელს იქნება ეგ ყველაფერი? კი, ველო 26-ში ნორვეგიაში მიფრინავთ და მგონია რომ ვერ მოვასწრებ, მაგრამ მაგ დროს ჩამოვა ეს ყველაფერი უკვე შეგვეთილი მოგ. ხო და მე უკვე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე ზედგამოჭრილი მანქანა ეს არის. მე რა გამოწვევებიც მაქვს, შენით ვერ შევძლებ. ვერც საბოს მანქანით ვერ შევძლებ. არა, იცი რა არის, მასე რომ მივდგე, ანუ ყველაფრით შეძლებ გააჩინა რა მოთხოვნა გაქვს რა. ანუ მე რა გამოწვევებიც მაქვს და ანუ რისთვის გინდა. მე რა გამოწვევებიც მაქვს, მაგას ვერც მოტოთი და ვერც საბოს მანქანით ვერ შევძლებ. იმიტომ რომ მე მჭირდება სისწრაფე, მე მჭირდება გადასაღებად კომფორტული ჩქარი, ისა ესა და ანუ მოტოთი შანსი არ არის რომ ეგ გავაკეთო და მithumetes საბოს მანქანით. საბოს მანქანა არის ჩემთვის უფრო სილამაზე, რაღაცა ჰობი, თავისუფლება, სილაღე, ვიდრე ეხა მე ამ ტაკუმას მარტო მოგზაურობას ხარ ვიყენებ, საქმეშიც ვიყენებ, გადაღებაზეც ვიყენებ, აი შენ დავადგა, წავიდე და ხვა გამთენისა სადღაც ვიარო და მაგრამ შენ არ გაქვს აქცენტი იმაზე რომ ანუ მაინც პიკაპი უნდა იყოს. ანუ დაუშვათ ეხა სპრინტერი რო იყოს და ვენი იყოს 4x4-ზე შეთვის მაინც მისაღები იქნება? არა. ანუ ვიზუალურ ეფექტსაც აქვს. ვიზუალურ ეფექტსაც რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს და ვიყენებ და სპრინტერის ვიზუალზე ბევრს ყავს და არაფერს არ ვამბობ. უბრალოდ სპრინტერის რაღაც ერთეულ სპრინტერებია ეხა ტატოს რაც ყავს და 4x4-ზე რაც არის ეგენი კიდე თორე ან თუშეთში რო წასვლა გადაღება რომ მაქვს თუშეთში სპრინტერით წადი ისეთი ნუ თემა რა არის რა ჩემი მანქანა. მithumetes დელიკამ გადამაყირავა ერთხელ და ისეთი შეგრძნებები მაქვს არანაირი მაღალი მანქანით არის და თუშეთში წასვლა. ხო, ეგ გადაყირავება ძალიან საოცარი ისტორია იყო. ოიცი. გადავყირავდი და რაც იაზე გადავიც მიშველეთ მეთქი და ეგონათ ვეხუმრები. მე მეგონა ამ ტიპი წინ მიდის და მე უკან მივდივარ. შენი ჯექი დელიკაზე. არა, მძღოლი იჯდა და ჩემთან იჯდა მძღოლი, რომელიც პირველად იყო თუშეთში და დელიკა ყავდა ერთი თვენახევის ნაყიდი ალბათ ორითვის. და ნელა მივდივარ და ვეუბნები რომ აი ძალიან ფრთხილად იარე რაღაცა და უცებ მეიანე მეუბნება რომ მალე ამოდით ერთი რამდენი 5-6 წელს უკან ალბათ. მალე ამოდი გადავყირავ. თან ისეთ ადგილას რომ ვერ უნდა გადაყირავდე წესით რა და თორყას აბანოები. ხო, რანაირად გადაყირავდი ან ამოდი თან რომ მელაპარაკება უკვე ისა მშვიდად ვარო ცოცხალია ესე იგი რახან რაციაზე მელაპარაკება ხრამში არ მიფრინავს რა და ისე არ მელაპარაკება რაცი. ავედი და მირიანს თავი აქვს ამოყოფილი დელიკი და საშინელება იყო. ან კიდევ კარგი რომ არაფერი არ არის საერთოდ. ანუ რაღაცა ერთ ხარეზე ხრამით რა ანუ ის იყო რა შეღრმავება და რომ გადაიხარ და ის მომენტი იყო რომ ვიღაცამ დაიძახა უკნიდან რომ არ გადავყირავდეთ. მაშინ ყველაფრისთვის ფეხი გაეშვა და უკან ჩამოსულიყავით, არ ავყირავდე. ამან გაზდავე, ავიდავე და ჩამოსწრიელდა და დავეცით. ანუ სამი კარები ხო აქ ორ კარებზე დაწვა, ერთი კარები იყო ვერ ვაღებდით, მანქანას ვერ აქვე და რაღაცა ხელს გადავიხვე, ამოვამტრიე და ამოვედით. ამოვიყვანე ეს ხალხი და ამათ რაციად ეძახი მიქელეთ მეთქე შოკში ვარ და არ მოვიდე. ხო, კაი ისტორია იყო. ეს შემთხვევაში მე ის პლუსი მაქვს, რომ მე შემიძლია ეგეთი მოტოციკლეტი პრინციპი დავიბა და მე საერთოდ რაღაც წავიდე და შენ პირიქით ვერ იზამს.
არა, მაგაშიც გეთახვები, მაგრამ მოციქელის მეტი სიამოვნების მიღება შეიძლება. შენ თუ უყურებს საკითხს როგორც ანუ მოხერხებულობა, ტექნიკურობა და პლუს საქმე, მაგ შემთხვევაში ნუ მოტოციკლი ავტომატურად ვარდება. ორი აზრი. გინდა რომ სულს ასიამოვნო, სულს და ეს ავარებული ემოცია მიიღო არა მარტო შენი, არამედ გარშემოყოფების. მაშინ უნდა ყავდეს შენაირი მანქანა, რომელსაც რო ხედავ, ყველა ბედნიერი. 4-4-იც ის არის რა. 4-4 ძალიან კარგია, სამწუხაროდ ძალიან ცოტა არის გამოშვებული, ზოგადად ცოტა არის გამოშვებული და საქართველოში ძალიან ცოტაა. სულ რამოდენიმე ალბათ 5-6 წელია 4-4-ზე საქართველოში. მესამე და მსოფლიოში ძალიან ცოტა არის დარჩენილი. საჭველი კაი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ცოტათი რაღაც ნიუანსები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ ამ რაღაცაში პირველად გავაკეთე ვაფშე ცხოვრებაში და იმის გათვალისწინებით რომ კურდღელი მეორედ გავაკეთე, კარგია რა, მე დავიხვეწები ასე თუ იმაზე ჩემწვარი ჯობდა. ხო, ვიძახდი მაგას თავიდანვე მარტო შევწვათ მეთქი, მაგრამ ვიღაცეებმა ჯგუფში დაიჩემეს არა პამიდორი უქნათ, არა პამიდორი უქნათ, აჰა უქენი. გამოვიდა ეს. გვარსა და სახელს არ დავასახელებ. გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ჯიპი ხავს რაღაცა. წვანი. თბილად გძინავს დღეს. შეიკეტავ კარებს და რაც არ უნდა ხდებოდეს, ეგ არის შენი პლუსი. დანარჩენი ყველაფერი მინუსი. მე პროსტა ვიყინები დანარჩენი ყველაფერი პლუსი. ხო, იყინები და უამინდობა ხშირად ხეს გიშლის. კი, კი. ანუ იცი როგორ დონეზე უამინდობა და როგორ დონეზე გიშლის? აი, უბრალოდ რო წვიმს კი არა და ან თქვა ღამის გათენება კი არა. აი, თუნდაც რო პროსტა რო წვიმს, ეგაც კი შეშემსლელია ჩემთვის. ჯოღურე. ანუ ხო არის რომ ღამე უნდა გაათენო, მაგრამ რო არ ათენებ რა, შეიძლება 3 საათით იწვიმოს და გადაიდაროს. ეგაც კი სამაგიერო თავგადასავალია რა, აი. ხო, თავგადასავალი არის, პირველად რო გაგიწვიმდე. არა, წვიმს, სადღაც გაჩერდი, ვიღაცა შენაირი მოვიდა, ისიც გაჩერდა, თავგადასავალია უკვე. ჩემი მანქანაც ერთი მოძრავი თავგადასავალია, იმიტომ რომ სადღაც გაფუჭდა, ხალხი მოვიდა, ვარა გაიფუჭდა და გეხმარა. მატორი ხო არ გაგზაპლასი? შენი მანქანა რომ ამის წლოვანებამდე მოვა, შეიძლება ბამპერის პლასმასი იყოს დარჩენილი მარტო. ეგ ხა სხვა მეორე საკითხი. არა. მაგაშიც ვერ გეთახმები, რატო ვერ მეთახმები ეს რომ რაღაცა სხვა მარკა იყოს, სხვა. ჩემი მანქანის იმას Toyota-ზე ნუ იტყვი მაგას, იმიტომ რომ Toyota სალონში ბალახი არის ამოსული და ძრავი მუშაობს, ეგ ვიდეო ყველა. ძრავი მუშაობს ხოლმე. ხო, ანუ შენთან იგან მუშაობს კაკას. არა, სხვადასხვა ჩემთან ანუ კაკას. ჯერ აუდამოცი არის. შენი მანქანა აქამდე მოვა და თვითონ მე-18 ჯერ ძრავს მია. ვეგარ უნდა გეთქვა შენთვის რაიმე. არა, ესე არათანაბრად ვართ რა გადანაწილებულები. მე მაინც რაღაცა ტაკომასკე ვიხრები, იმიტომ რომ ყავს. და ანუ ძალიან მოყვარული ვარ. ანუ არა, მე იმას არ ვუძახი. ეხლა მე რო ტაკომა მყავდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ თუ რაო? მე რო ეხლა ტაკომა მყავდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. არა, მაგრამ არსებობს მაგრამ. თუ მომინდებოდა რომ რაღაც ემოციები მივიღო და დავტკბე რაღაცით, სიარულით, თუნდაც ნელა რო დადის რა. ძალიან მიხარია, კარგად, ნელა ჩავდივარ, ჩავუღუნდები. ძალიან კარგად ეს ბიჭო, ისმაის თქვი რომ ადგილზე რომ მივალო, ანუ გზაში ნუ მატყუებ რომ აი ამით სიარული მოგწო. ძალიან ეხლა უგზოობაზე შეიძლება დისკომფორტია, მაგრამ შორ გზაზე არის ძალიან კომფორტი. თქვი და თავს გაგანებებს. ძალიან კომფორტულია, რა ვიცი, მე მომწონს. მიაზული. თქვი და შეგეშვება. ერთხელ თქვი პროსტა. ამ ხიარულ ნოტაზე დღეს ვასრულებთ ჩაწერას. ხო. ხვალ დილით. ხვალ ნახოთ ვის შესწივდება დილით გაღვიძებოზე ვის არა. ეცამი რა, ანუ ისე აი ხა ძალიან გის გამომიყვანეთ აქ რაღაც მაწვიმს მათოვს. მაგათ არ მაინტერესებს გაეთ რა ხდება და დაის დავდივარ. ეგრე არ არის. ანუ ძალიან დიდი ემოცია აქვს მოტოციკლებსაც და თქვენ ორი პროსტა ისევე როგორც მე არა ვარ შენთან ობიექტური, ისე არა ხარ შენ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვაფშე წარმოგიდგენთ არა, არც ეს არ გიტარებიათ მოტოციკლი ამ ტიპის ყოველ შემთხვევაში. არ მოტოციკლი არ გვიტარებია. გიტარებია სამთო. კაი, ანუ ჩვენ რასაც ვატარებთ, მაგას ტარება არ ქვია. 1-2 ჯერ რაღაც მოტოციკლი დამზადე, ეგ არ არის. თავისთავად თქვენი აზრით ბოლომდე მისაღები არ არის ჩემ. მაგრამ ხო მოგეთ ყველა მის ვაკეთოთ, რაც გვისწორდება რა. ყველამ თავის ბოს მაგას. აი ხო იცი რომ მაგას არ ჩასვავ ეხლა. ბოლოს რო შევაჯამო, ჩემი იდეა რა არის? ისლანდიაში მივდივარ ამ აღჭურვილობით, რაც ახლა ჩამოვა. რაც უნდა განვაახლო. და ისლანდიიდან 1 წელში ან მაქსიმუმ 2 წელში უეჭველად მივდივარ ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ჩინეთი.
და მაშინ უკვე ალბათ ეს ტაკომა აღარ მეყოლება. და ვაპირებ, რომ რა მანქანაც იქნება, ალბათ ახალი ტაკომა იქნება, უნდა იყოს long bed-ი და long bed-ზე უნდა იყოს კემპერი გაკეთებული. ანუ ვანის შეთავსება იქნება გაერთიანებული, ოღონდ ესეთი გაერთიანება არა. ჩვეულებრივი ესეთი ჭერია, როგორც ექნება და ესი ადის. რო იშლება, კი, ვიცი. ანუ მაგას ჭერი მაღლდება უბრალოდ. long bed-ი ჭირდება, ქვემო-ზემოდან საწოლია, როგორც პრინციპი იგივეა რა, გადმოსული საწოლი 20 ჭირდება, თუ არა დიდი სივრცე გაქვს. ეგ იქნება ალბათ მონღოლეთში და მაშინ 1 პლუს შენ ხასთან რო პლუსია დასმული, აქეთ მეც დავი პლუსებ და ეგ იქნება. კაი. აი. და მე კიდე ჩაგივლი იმ მომენტში ისე რომ ბენზინის პრობლემა არ შემექნება და შენ მოგიწევს განსწრებით რომ არა. შენ ხარ ყოჩაღი ბიჭი, დილის 6 საათზე რო ადგები, ჩვენ არ გაგვაღვიძო დავიცინებთ. დრონი გაგაღვიძებთ თორე ისე. არა, შეში მაქრო სიცივე გამოღვიძებს ამაზე ადრე. ხო, არ არის პრობლემა. კარებს ჩავკეტავ ჩემ მანქანაში. დილა ბაიკერის რთული ცხოვრება. აი ეს უპირატესობებზე და კომფორტებზე რომ ვლაპარაკობდით, აქ აი რა ხდება. არა, უბრალოდ ხო ჩვენ რაღაცების გასვლა არ გვინდა და. რატო არ გინდა? მე ხო და გაიწმინდეს. ანუ შენ არ აღიარებ, რომ ჰაერზე ყვება უკეთესია? მზის გულზე? ეს არის პიკაპის უპირატესობები. შენ რატო გაიწია იქით კადრში არ გიტოდა ხო რომ ყოფილიყო? ნუ გვაბულინგებ, მირო. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენთანაც გქონდეს. უბრალოდ ვინაიდან რადგან ვიცოდით რომ შენ ეს მოგქონდა, ჩვენ არა წამოგვიღია. აი წარმოვიდგინე რომ ეს მოგაკ მოტოთი. მე-5 წდაზე არ დაიქოქა? აბა კიდე ერთი მოიცა. ეს არის კარბურატორის პრობლემაც. თულად იქოქება, იმედას რომ ხელის დამხმარე ეგრეთ წოდებული პასოსი არა. არა, მიდი აბა. რა ხდება მე რომ ხო დაიქოქა? ძალიან ადრე სიხარული იყო. დაიჭირა. დაკაჩავე. დიდი ხანია ახალი მანქანები პატივი ეცით ასაკს. დილის გამოხნებელი ვარჯიში აქვს ხოლმე. ამის საკეცო არის ესე რაღაც ვითომ ჯიმში ხარ. მიდი, ფიქრო მიდი. მიდი, აი ეგ არისიო. ანუ იმდანაც მარტივია რომ გოგასაც შეუძლია. ზიანა ვარ, გავიგებთ. აკუმულატორი დაჭდა. ეხლა ნახე რა სიზავ. გადაიღე. ეხლა დამიე. ბიჭო, ფაქტია რომ ჩემ მანქანაზე აკუმულატორი არ დაჭდა, შეძლო დაჭდა. არა, ეხლა ნამუსი კონდეს, აქ დაახედე. მთელი ღამე აქ დაახედე ქვემოთ. მთელი ღამე ამას ვაკეთებ. პირველი ადამიანი ხარ, ვინც აკრო დაჟე მეც კი არ მიკვრია. სამზარეულოც შენ მოიხმარები. აი ეტის ლოგო. ხაირია შეაპარო. და იეც არ გადააკრა. მოხთ. ეგა. იკაპის თავარი პლუს. ნაგვისტარება შეუძლია. ყველა მწყობში ვართ. ლაგდება ხალხი. გასვლისთვის ემზადებით. ყველაზე ნელი ადამიანი ვარ მაგ
ჩარტე ჩარტია. კი. ერთი 10-15 წუთი აგერ მარტივ კაც ველოდები. ავალაგე სამზარეულო, ავალაგე კარა. არა გეხმარებოდით სამზარეულოს ალაგებაში. ახალი გამოწვევა რა. ილაკუპრას უახლოვდები და ასასვლელი არის ძალიან აღმართი. და ეხლა ვნახოთ იმ აღმართზე ვინ ამოვა. საბო უკან არის ნენელა მოდის. ეხლა ასახოთან გავაჩერებ და შევთავაზებ ან მანქანა დატოვოს ან კიდევ ჩემ მანქანის ფრთებზე დადგეს და ისე ამოვიდეს და საინტერესოა რა მოხდება. ეხლა გავიგებთ ჯიპის პლუსი რა არის. შენა მოხვალ ამ მოტოთი ბოლომდე. აი კილაკუბრაზე. კაი, ეს კითხვა უნდა დაუსვათ საბოსაც. მოხვალ? კილაკუბრაზე? თან უნდა რომ ამოვიდეს ახლა კამერა არის ჩართული და როგორ უნდა რომ დაუზადოს, მაგრამ თან იცის რომ იქ შეიძლება რაღაცები მოხდეს. წამო ფრთებზე დამადექი. არა ბიჭო, ან კლირესი არ. ხო და ფრთებს დამადექი, აქ ხوارიჟდები, ყველა უნდა ავიდეთ. წამო. ესე იგი ზემოთ უნდა გადმოვცეთ გზა როგორი იქნება და აი საბო ფრთებზე დგას. საბო, ო, ილაპარაკე. ხო და ესეთი არის რა. ძველი მანქანა უკანა წამყვანი
რომელსაც არაფერი არ აქვს, ესეთ გზებზე არ უნდა აწვალო ეხლა. რატო და გავაფუჭო? მართალი ხარ. მირიანოს მანქანაზე დადგები და ივლი. რა პრობლემაა? გამაგრდით. ჩემ მანქანას, ოდესაც აი ესე მიდის ვეღარ არის, სადა ინერციით ვერ ამოვალებ დავამტრო. გამოვიდე? There's no one quite like you. No one makes me feel like you do. Just a look in your eyes, smile on your face. No one makes me feel that way. You changed my point of view, like nothing before I knew. When you came along, nothing felt wrong. Now I'm only thinking of you. Can't wait another day when you're so far away. I wish that I'd stay. This must be love. This must be love. This must be love. This must be love. ესე იგი ამ დინარეს რო გადახვალ, ამ რკინისხით ჩვენი დინარიდან გადავდივართ ხოლმე ნორმალური მანქანები და ჯიპები. და ეხლა რატო არ გადადიხარ? ეხა გზაა ჩახერგილი. მაგრამ ძველ კადრს აქვე გავაჩენთ, რომ ნამდვილად გადავედით. ამ ხიდზე რო გადავალთ, ჩემთვის ვაშლოვანი რჩება. ხო და აი გარემოც ისეთი არის, რომ შემოდგომაც მორჩა, სეზონიც მორჩა. ხო და რავი, ერთ-ერთი ბოლო გასვლა იყო ამ სეზონზე, ამ წელს მაინც. ამ გზაზე პირველად ხარ არა. ამ მანქანით კი? ხო, ამ მანქანით, მე მთელი თემა ის. ხო, ამ მანქანით ვაშლოვანში ამ მხარეს პირველად ვარ, ალბათ ბოლოს, იმიტომ რომ აღარ წამოვალ. იმიტომ რომ ნუ არ არის ეს მანქანა ამ გზებისთვის შექმნილი ეხლა და ტყუილად ვაწვალებ რა. იმას ვერ ვიტყვი რომ ვერ დადის, მაგრამ წვალობს. ხო და არ არის ამ გზებისთვის შექმნილი ეხლა ამ გზებზე უდაიარო ჯიპით და არ არის საჯიპო მანქანა. ეხლა ნახე, ჭაჭუნას აღკვეთილი არის ნიკას მიმართულება. ანუ მე ბევრჯერ გამიგია რომ თქვა ბაიკერებს არ უშვებენ გასაგები მიზეზების გამო მთავარი მიმართულება. სამწუხაროდ და ეს ხდება იმის გამო რომ რამდენიმე ბაიკერი არ იქცევა ნორმალურად და ამის კონტროლი ვერ ხდება და შესაბამისად არც უშვებენ. ხალხს ვისაც ნამდვილად აინტერესებს და შეუძლია ეს ყველაფერი ნორმაში მოაქციოს და დატკბეს იქაურობით და თან არაფერს არ ავნოს გარემოს და ცხოველებს და ასე შემდეგ, ხო? სამწუხაროდ იმათთვის ხელმისაწვდომელია და რჩება ის, რაც ეხა გამოვიარეთ. ხო. ანუ ეს მიმართულება არის დასაშვები, ჭაჭუნას აღკვეთით ჩვენ რა წნეც გავაკეთეთ, ეხლა რუკაზეც მოვხატავ. ეს შეგიძლიათ ნებისმიერმა ბაიკერმა გააკეთოთ და აქაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქილაკუპრა და ტახტითეთის ვულკანები არის ბუნებრივი ძეგლი და ამაზე ზედასვლა მანქანით თუნდაც ბაიკით არ შეიძლება და ანუ უნდა დავიცვათ ბუნება შესაბამისად ვიაროთ მხოლოდ გზაზე.
ცეცხლის დავანთოთ, ან უსაფრთხოთ, ან მხოლოდ ისეთ ადგილზე, სადაც ვანთებთ და თუ ბაიკი არ ყავთ, ნიკა, სად მიდიან? თუ ბაიკი არ გყავთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგმართოთ Moto Travel Tbilisi. Moto Travel Tbilisi. კი, ეგეთი კომპანია ვართ. აგერ უკვე მე-9 წელია საქართველოს ბაზარზე. მაგრამ ნუ მაინც უფრო ტურისტებზე გათვლილები რა, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იქიდან უფრო მეტია. და უბრალოდ ანუ ინტერესი ქართველი ბაიკერებისგან ჯერ ისეთი არ ყოფილა, რომ გაგვეკეთებინა რაიმე. შეიძლება მე არ ვიცოდი და შეიძლება არც კი, ეგეც მიმართულება მხოლოდ adventure მიმართულება მხოლოდ. მოვიცავთ ასევე მცირეოდენ overlanding-საც. შერეული ჯგუფებისთვის, მაგალითად ანუ ჩემნაირ ტაკომარი და 66 Land Cruiser და Prado. ხო. ანუ რაღაც მეუღლეები, მანქანებით, კაცები, მოტოციკლები და მე ერთად კემპინგი და რაღაც ეგეთი რაღაცებიც ხდება რა. შენ რა სიტყვი ვაშლოვანზე? ნუ აი აგა როგორ შეიძლება საქართველოს ვილაპარაკოთ, რომ არ ნახო ვაშლოვანი ისე რა. არა, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ მოტოციკლის ჭრილში მინდა როგორ სასიამოვნო სიცივე. სასიამოვნო სიცივე. ანუ სატარებლად იდეალური პირობები, იმიტომ რომ არც სიცხე გვიყვარს მაინც, სიმართლე რო ვთქვათ, არც სიცივეში ვარ გაი, იმიტომ რომ ანუ ცოტა ისეთია, არასასიამოვნოა და ეს არის იდეალური პირობები რა. I've been working so hard to get you out my head. But I can't stop my thinking of the words that you have said. You told me that you loved me, how could I forget? Now it's spinning around inside my head. So I hold on, however long, till we both rocking on the porch. Yeah, I hold till the morning comes. Promise that you'll be in my house. Throw another log on is what she said to me. Just because the stars out doesn't mean we need to sleep. So I wrote her a love song to show her how I feel, to tell her she is all I ever need. So I hold on, however long, till we both rocking on the porch. Yeah, I hold on till the morning comes. Promise that you'll be in my arms. Yeah, I hold on till the morning comes. Promise that you'll be in my arms.